ბატონო ედუარდ, თქვენი ინიციატივა მოვისმინე, სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი შეფასება გაეროს დღევანდელი მუშაობის შესახებ და იდეა ასეთი, რომ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ხომ არ ეფიქრათ, რომ გადაკეთებულიყო მსოფლიო პარლამენტად. თუ პოვა ამან გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებს. ისეთი არ არის, როგორც მე ვეროდი, ეს ჩემი ინიციატივა იმდენად არ არის. ეს კონცეფცია ეკუთვნის ბატონ ქებურიას, პროფესორ ქებურიას. და სწორედ ქებურიას კონცეფცია ითვალისწინებს სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სერიოზულ ფუნდამენტურ გარდაქმნას. და შემიძლია ახსენებთ სოფლიო მთავრობა. სოფლიო მთავრობა რა არის? იმისი სიტყვა კანონი უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის და ყველა ქვეყანა უნდა ასრულებდეს. ერთადერთი გამომეხმაურა ალ გორი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც კლინტონის დროს იყო ვიცე-პრეზიდენტი, ეხლა ეს მიმართულება მიიღავს მას. ამაზე ამუშავებენ და ნობელის პრემია დაიმსახურა საინტერესო აზრებისთვის. ბატონო ედუარდ, მაგალითად რამდენიმე წელიწადში 20-30 წლის მანძილზე მოფიქრებული იქნა და შეიქმნა ესეთი მსოფლიო პარლამენტი. რამდენად უქმნის ეს საშიშროება საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს, ერებს, რომლებიც თვითმყოფადობის ტრადიციის და თავისი ისტორიული კულტურის მატარებლობას, თავისი რელიგიის მატარებლობას, ეს ძალიან გლობალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც პრინციპში აკრობს ესეთ ერებს. ვიცი, ახლა მსოფლიო მთავრობა შეიქმნება თუ არ შეიქმნება, გლობალიზაციის პროცესს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ამიტომ ყველა ქვეყანა, ყველა ხალხი, ყველა ერი უნდა ფიქრობდეს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოიტანოს გლობალიზაციამ. და მზად უნდა იყოს. შენ თუ გაქვს მაღალი კულტურა, ნორმალური შემოსავლები ერთსულ მოსახლეზე, იმაზე ნაკლები არ რაც ევროპაშია და შენ გაქვს ისეთი სტრატეგიული მდებარეობა, როგორც საქართველოს აქვს, მე მგონი ჩვენი საშიში არაფერი არ არის. თავია ჭკუით იმუშაო, ყველაფერი იყოს დაგეგმილი, გაანგარიშებული, გათვალისწინებული და დაუფიქრებელი. წელები არ უნდა მიიღო. მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ჩაბმული ამ გლობალიზაციის პროცესისათვის სამზადისში. ეს არ არის 30 წელი არ უნდა ამას. უფრო ადრე იქნება.